ქვანაკდებით ქციის პირას, ირგვლივ ხეობაში დიდი ჭალაა. აქა-იქ გაველურებული ვაზი, მსხვილი ძარღვიანი ტანით და ვეება-კაკლის ხეები კიდევ უფრო აბნელებენ ღრმა ხეობას. ხეობაში გამეფებულ დუმილს მხოლოდ ქციის დუდუნი არღვევს. ვათვალიერებთ ხულუტის ციხეს, ორბელიანების საგვარეულო დედაციხეს. ციხის ბურჯებს ხავსი მოსდებია, სინესტედან გრევაა გამეფებული. ჭალისკენ გადმომყურე ხისაივნის ნაშთებიღა შემორჩენილა. ამ აივანზე გადმოდგებოდა ხოლმე საქართველოს ტურფა-ასული მანანა ორბელიანი და თვალყურს ადევნებდა მისი ყურადღებისა და მოწონების დამსახურებისათვის თავგანწირულად მოჯირითე ვაჟკაცებს. თითქოს გაცოცხლდნენ წინაპართა ჩრდილები და ჩვენ წინ მიაგელვებენ ფაფარაყრილ რაშებს. ჩვენს გამყოლს დიდი კოცონი დაუნთია და მოქანავე ალის სინათლეზე ჩამუქებული, ჩაფიქრებული მოსჩანს ხულუტის ციხე. თამაზ კიკნაძე, იდუმალი სამყაროს ბილიკებით, 1960 წლის ექსპედიცია. მოგესალმებით, მე გახლავართ გიორგი თავაძე. მე კი ნატალი თავაძე. და გიბრუნდებით სერიათა ციკლით ისტორიული ეპიზოდები ქართლიდან. დღევანდელ სიუჟეტში თქვენ იხილავთ ხულუტის ციხეს, რომლის შესახებაც ისტორიას მეც და თქვენც მამაჩემი მოგვიყვება. ახლა კი წავიდეთ. მის ქვეით ერთვის ქციას ფოცხვერიანი სხევი, ვენახიანი, ხილიანი. ქვეით მისსა, ქციის კიდესა ზედა, ციხე ხულუტისა. ასე გვამცნობს დღევანდელი სერიის მთავარი ობიექტის გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას 18 საუკუნეში მოღვაწე ქართველი გეოგრაფი და ისტორიკოსი ვახუშტი ბატონიშვილი მისსავე წიგნში აღწერა სამეფოსა საქართველოსა. ბაგრატიონი მეცნიერი მხოლოდ ამ დახასიათებით შემოიფარგლება და სხვა არავითარ ცნობას არ გვაწვდის ქვემო ქართლში მდგომ ისტორიული ციხესიმაგრის შესახებ, რომელიც ამავე მხარის მმართველ ერთ-ერთ წარჩინებულ ფეოდალურ გვართანაა ამ მჭიდრო კავშირში. როგორც ყოველთვის დღესაც არ უღალატებ ტრადიციას და შევეცდები რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ და გიამბოთ ის ამბები, რაც ხულუტის ციხესიმაგრეს საუკუნეთა განმავლობაში გადახდა თავს. საუბარი დავიწყოთ იმ ადგილის განხილვით, სადაც ხულუტის ციხეა აშენებული. ჩანს თავიდანვე გულმოდგინებითაა შერჩეული ხეობის ვიწრო ყელი, სადაც მდინარე ქციის, იგივე ხრამის მარცხენა ნაპირზე მიმავალ გზას მთლიანად კეტავს კლდოვან რელიეფზე აღმოცენებული ციხესიმაგრე. თავის მხრივ საფორტიფიკაციო ნაგებობის აგება გზის სიახლოვეს აიხსნება იმით, რომ ფეოდალი, რომელიც აქაურობის ბატონ პატრონს წარმოადგენდა, გამიზნული ჰქონდა ციხის საშუალებით უფრო მტკიცე და შეუვალი გაეხადა ხეობა. ქართლის ამ კონკრეტული მხარის ასაუხრებლად მოსულ მტერს თავის განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ჯერ ხულუტის სიმაგრე უნდა გაეტეხა, რომელიც იოლ ამოცანას ნამდვილად არ წარმოადგენდა და ამაზე მეტყველებს მისი სქელი და მაღალი კედლები. გარდა ამისა, თუ კარგად დავაკვირდებით და კიდევ ერთხელ გავიაზრებთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ასპექტს ციხესთან მიმართებაში, მარტივად ვივარაუდებთ მისი აგების პერიოდსაც. უფრო ზუსტად რომ გითხრათ, საქმე შემდგომშია. თუ წინათ, ესე იგი ადრეულ და განვითარებულ შუა საუკუნეებში, საფორტიფიკაციო ნაგებობებს ძნელად მისადგომ მაღალ ადგილებში აგებდნენ, გვიან შუა საუკუნეებში ეს ყველაფერი შეიცვალა და სიმაგრეთა სამშენებლო ზონამ ზემოდან დაბლა, ანუ დასახლებებისკენ უფრო ახლოს ჩამოიწია. ეს პროცესი ძირითადად განპირობებული იყო მომხდური მტრის მხრიდან გახშირებული თავდასხმებით მშვიდობიან მოსახლეობაზე. მე-16-მე-17 საუკუნეებში, როდესაც მცნება ერთიანი საქართველო უკვე დიდი ხანია აღარ არსებობს და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გაფანტული სამეფო სამთავროები ერთმანეთისგან დამოუკიდებელ და ინდივიდუალურ პოლიტიკას აწარმოებენ, ისინი ცალ-ცალკე და ერთადაც აღებული წარმოადგენენ ისეთ დიდ იმპერიათა სამიზნეს, როგორიც იმ დროისათვის იყო ოსმალეთი და ირანი. ამას გარდა მათ ემატებოდა ძარცვითა და ხალხის გატაცებით დაკავებული ჩრდილო კავკასიელთა რაზმები, რომელთაც ჩვენი ისტორია ლეკების სახელით იხსენიებს. ყველაფერ ამასთან ერთად ასევე ხშირი იყო ქვეყნის შიგნით არსებული დაპირისპირებები და ომიანობა ფეოდალთა შორის სამფლობელოთა გადანაწილების და გამო, რომლის დროსაც მშვიდობიანი მოსახლეობის დაწიოკებაც იმაზე არანაკლებ ხდებოდა, ვიდრე გარეშე მტრისგან. სწორედ ასეთ ვითარებაში უნდა მიეღოთ ხულუტის ციხის აშენების გადაწყვეტილებაც. ისმის კითხვა, კონკრეტულად როდის დაიწყო ეს აღმშენებლობითი პროცესი და რომელი ფეოდალური გვარის წარმომადგენელი გვევლინება ამ წამოწყების ინიციატორად. იმისათვის, რომ ციხის ქტიტორის ზუსტი ვინაობა გამცნოთ, უმჯობესია ცოტა ღრმად შევეხოთ მე-16 საუკუნის ქართლში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას. თავდაპირველად მოვიშველიებთ ცნობას, რომელიც ქართველ მეცნიერს, ხელოვნებათმცოდნე პარმენ ზაქარაიას შეტანილი აქვს მისსავე წიგნში სახელწოდებით ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია. ეს გახლავთ ხელნაწერთა ინსტიტუტის ფონდში დაცული საბუთი, რომელიც შედგენილია 1852 წელს ვინმე ალექსანდრე ვახტანგის ძე ორბელიანის მიერ. ალექსანდრე ყოფილა ადამიანი, რომელიც ცდილობდა დაეწერა მისი გვარის ისტორია წყაროებზე და ზეპირ გადმოცემებზე დაყრდნობით.
ალექსანდრე ორბელიანის მიერ შედგენილ დოკუმენტში ამოიკითხება შემდეგი: შაჰ აბაზის ხორჩიბაშმა, რომლის ქართული სახელიც იყო ვახტანგი, რომ შეიტყო ყაფლანის ბედნიერება და იმის ბევრი შვილიერება, წიგნი მისწერა და ერთ-ერთი იმისი შვილი დაიბარა თავისთან გასაზრდელად. ყაფლანმა თავის მესამე შვილი ორბელი გაუგზავნა, რომელმაცა ქართულის და სპარსულის გვარზე კარგად გაზარდა. გამოსტუმრების დროს დიდი ფული გამოატანა ორბელს და თავის ძმის სულს ყაფლანს მისწერა. ჯერ ორბელის დიდი ქება და მას უკან თუმცა მაჰმადიანი ვარ, მაგრამ მაინც ჩემი გული ქრისტიანობაზე არ შემცვლია. გარდა ამისა, რა ერთი ფულიც ორბელს გამოვატანე, გთხოვ მაგ ფულისა ფიტარეთის პატარა ეკლესია გაავრცელებინო და ყოვლის ბედნიერებით შეამგო. ალექსანდრე ორბელიანი მის მიერ ხელნაწერ დოკუმენტში ამბავის თხრობას შემდეგნაირად აგრძელებს. მართალია ფიტარეთის ეკლესიის გავრცელებისათვის მოუვიდა ფული, მაგრამ ყაფლან ხულუტის ციხე ააშენა გაჭირვებისათვის. ეს რომ ყორჩიბაშს შეუტყვია, ფიტარეთისათვის უფრო დიდი ფული გამოუგზავნია. სანამ უშუალოდ ზემოთ მოთხრობილი ამბის განხილვას დავიწყებდე, გეტყვით რომ ფიტარეთის ეკლესია და მონასტერი, რომელიც არაერთხელ ვახსენე ხელნაწერის კითხვისას, ხრამის ხეობაში ხულუტის ციხის კიდევ უფრო ზევით რამოდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს. თქვენ ახლა კადრში სწორედ მას ხედავთ, ხოლო დეტალურად მის შესახებ მომდევნო რიგით მე-7 სერიაში მოგიყვებით. ახლა კი დავიწყოთ ზემოთ მოთხრობილი ჩანაწერის განხილვა. თავდაპირველად უნდა ითქვას, რომ ქვემო ქართლში მდინარეების, მაშავერას, ქციის, იგივე ხრამის და ალგეთის გარშემო არსებულ ხეობებს მე-16 საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული ბარათაშვილთა ფეოდალური ოჯახი ფლობდა. მათ რეზიდენცია სამშვილდე წარმოადგენდა, სადაც აბარათიანოს უფროსი იჯდა. ამ დიდი გვარის წარმომადგენლებს ქვემო ქართლის სხვადასხვა ადგილებში ჰქონდათ ეგრეთ წოდებული პატარ-პატარა საუფლისულოები. დროთა განმავლობაში მას შემდეგ რაც დაიწყო ბარათიან სახლის გაყრა, ის ტერიტორიები, რომლებზეც საუფლისულოები იყო, ნელ-ნელა დამოუკიდებელ სათავადოებად იქცა, რომელთა მფლობელთა გვარებიც კონკრეტულად ამა თუ იმ ოჯახის თავკაცის სახელისგან იქნა წარმოებული. ასე გამოეყვნენ ბარათაშვილებს ყაფლანიშვილ ორბელიშვილები მე-16 საუკუნისათვის და მათი შთამომავლები იწოდებოდნენ ორბელიანებად. ახლა რაც შეეხება ალექსანდრე ორბელიანის ხელნაწერში ასახული ამბავის შესაბამისობას ისტორიულ რეალობასთან. საქმე შემდგომშია. შაჰ აბას პირველის დროს, ესე იგი მე-16 საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული, მე-17 საუკუნის 30-იან წლებამდე საბარათიანოდან ასპარეზზე ჩანს ბარათა ბარათაშვილი, რომელმაც როგორც ვახუშტი ბატონიშვილი წერს, ამოსწყვიტა სახლეულნი თვისნი. ესე იგი იმ დროისათვის ადგილი ჰქონდა შიდა ფეოდალურ დაპირისპირებას, სადაც ბარათას ხელით დაიხოცნენ დანარჩენი ოჯახის თავკაცები. ვახუშტი ასევე მოგვახსენებს, რომ ამ სისხლისღვრისას გადარჩა მხოლოდ ყაფლან ორბელის ძე. იგი ივლტოდა და მივიდა წინაშე შაჰ აბასსა. ამისთვის წარმოგზავნა შაჰ აბასს სპანი და მოეწივნენ ბარათას ფარავანსაზე და მოკლეს. ჩვენამდე მოღწეული ისტორიული წყაროებით ასევე დადასტურებულად ვიცით, რომ ყაფლანმა შაჰ აბასის წყალობით მდგომარეობა გამოისწორა. მან 1627 წლიდან ბარათა ბარათაშვილის მამულებიც დაისაკუთრა. შემდეგ, როდესაც ქართლში სპარსელთა მიერ როსტომხანი იყო მეფედ დანიშნული, იგი სამეფო კარზე ჯერ მდივანბეგის, ხოლო შემდგომ საღვთუხუცესის თანამდებობას იკავებდა. ვახტანგ მეხუთე შაჰნავაზად წოდებულის დროს კი ყაფლანი მეფის სიმამრიც კი გახლდათ. რამე თუ ვახტანგს ცოლად ჰყავდა მისი ასული, რომელიც ისტორიაში ცნობილია როგორც როდამ ორბელიანი. ეს ყველაფერი გითხარით იმისთვის, რომ წარმოდგენა გქონოდათ ყაფლან ბარათაშვილ ორბელიშვილის პიროვნებისა და მისი ძალაუფლების შესახებ. იგი ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო ისეთი ადამიანი, რომელსაც ვინმეს გამოგზავნილი ფული დასჭირდებოდა იმისთვის, რომ ან ხულუტის ციხე აეგო, ან ფიტარეთის ტაძარი განეახლებინა. არც მისი რომელიმე შვილის შაჰის კარზე მძევლად ყოფნა დასტურდება სხვა წყაროებით. ის კი დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყაფლან ბარათაშვილ ორბელიშვილმა შეძლო მე-17 საუკუნის პირველ ნახევარში მის სამფლობელოში დაესახლებინა 60-მდე სოფელი, განეახლებინა ფიტარეთის მონასტრის მთავარი სამლოცველო და აეგო სწორედ ის ხულუტის ციხე, რომელიც ჩვენი დღევანდელი სერიის მთავარ ობიექტს წარმოადგენს. მაგრამ სანამ მასზე საუბარს განვაგრძობდეთ, გეტყვით იმასაც, რომ ირანის შაჰის აბას პირველის გვერდში დგომის საფასურად და საკუთარი პოზიციების გასამყარებლად ქვემო ქართლის ფეოდალმა სხვა ირანის კარზე მოღვაწე ქართველი თავადების მსგავსად ყიზილბაშთა ლაშქართან ერთად საკუთარი ხალხის წინააღმდეგ 1625 წელს მარაბდის ველზეც იშიშვა ხმალი. როგორც უკვე ზევით აღვნიშნე, ხულუტის სიმაგრის აგება უნდა მომხდარიყო მე-17 საუკუნეში. კერძოდ კი ან პირველ ნახევარში, ან არაუგვიანეს ამავე საუკუნის 70-იანი წლებისა. რამე თუ მისი მაშენებელი, რომელიც უდაოდ ყაფლანი იყო, გარდაიცვალა 1671 წელს. არქიტექტურული თვალსაზრისით ხულუტი წარმოადგენს საკმაოდ რთულ ნაგებობას. იგი თავისი არსით ციხე-დარბაზია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის გამოიყენებოდა საცხოვრებლადაც, რომელიც ამასთან ერთად აღჭურვილი იყო თავდაცვისათვის საჭირო აბსოლუტურად ყველა ელემენტით.
კლდის ფლეთილი ქვით ნაგები სიმაგრე გაყოფილია ორ ნაწილად, რომელთა შემაერთებელ სივრცესაც შუაში მდებარე ეზო წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ სიმაგრე მცირე ფართობზეა განთავსებული, იმაზე მეტი საცხოვრებელი და საბრძოლო დანიშნულების მქონე ოთახებია, ვიდრე ეს შეიძლება ამ მასშტაბის ციხეს ჰქონდეს. ეს ყველაფერი კი განპირობებულია მშენებლის ოსტატობით, რომელმაც მაღალი კოშკების მეშვეობით სართულებად გადაანაწილა საფორტიფიკაციო ნაგებობისათვის საჭირო დარბაზები. თქვენ ახლა კადრში ხედავთ ჩრდილო-დასავლეთით მდებარე კოშკს, რომელიც სხვა დანარჩენთან შედარებით ყველაზე დიდია და მისი სამხრეთ ნაწილი მოიცავს 6, ხოლო ჩრდილოეთ მხარეს 7 საცხოვრებელ სართულს, რომელთაგან ბოლო ნაწილები საომარი დანიშნულებისაა. ციხის დასახელება, ანუ ტოპონიმი ხულუტი, არის მოსაზრება, რომ იმ სოფელს ერქვა, რომელიც აქ ახლო-მახლო ჯერ კიდევ ციხის აგებამდე უნდა ყოფილიყო. დასახლების კვალი სამწუხაროდ დღევანდელობაში საერთოდ არ შეიმჩნევა. არადა მოვაკებული ალაგი ციხის სიახლოვეს მართლაც გიქმნის იმის განცდას, რომ აქ შესაძლოა ერთდროს ფეოდალური ეპოქისათვის დამახასიათებელი სოფელი ყოფილიყო გაშენებული. ხელოვნებად მცოდნე პარმენ ზაქარაიას მიაჩნდა, რომ ყაფლანის ოჯახის მთავარი სამყოფელი მათ აღორძინებამდეც აქ უნდა არსებულიყო. მეცნიერი ამის დასტურად მიიჩნევს იმ ფაქტსაც, რომ ხულუტის ციხე მისი აგების დღიდან წარმოადგენდა ყაფლანიშვილ ორბელიშვილთა ძირითად რეზიდენციას და ეს არ შეცვლილა ორბელიანთა ამ შტოს წარმომადგენელთათვის, მანამ სანამ ხულუტის ციხემ არ შეწყვიტა ფუნქციონირება. სანამ ჩვენამდე მოღწეულ ისტორიულ წყაროებში ხულუტის საფორტიფიკაციო ნაგებობის შესახებ ცნობების განხილვას გავაგრძელებდეთ, გეტყვით, რომ ქართველ მეცნიერთა გარკვეულ ჯგუფს აქვს ის მოსაზრებაც, რომ მდინარე ხრამის ხეობის ვიწრო ყელში საფორტიფიკაციო ნაგებობა ჯერ კიდევ ადრეული პერიოდიდან იდგა, ხოლო იმ სახით, რა სახითაც დღემდე ჩვენამდე მოვიდა, უკვე მე-17 საუკუნეში მისი გარდაქმნისა და განახლების შედეგია. შესაძლოა ეს თეორია ჭეშმარიტიც იყოს, მაგრამ მის გასამყარებლად ჩვენ არავითარი ხელნაწერი არ მოგვეპოვება ისტორიული საქართველოდან. მე-18 საუკუნის საქართველოში იყო ერთი ასეთი ისტორიკოსი, ქართლისა და კახეთის სამეფო კართან დაახლოებული პოლიტიკური მოღვაწე პაპუნა ორბელიანი. სწორედ მის კალამს ეკუთვნის საისტორიო სახის თხზულება „ამბავი ქართლისანი“. მასში აღწერილია 1799-1758 წლებში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესები. პაპუნა ორბელიანის მეუხებით შექმნილ ნაშრომში ამოიკითხება ერთი ასეთი ეპიზოდი. პაპუნა, ყაფლან და სულხან ორბელიანი თვისსა ციხესსა ხულუტსა იდგნენ და იქიდან თავის მამულსა პატრონობდნენ. ამ უკანასკნელში ხსენებული ორბელიანები სწორედ იმ ყაფლანის შთამომავლებს წარმოადგენენ, ვისაც მიეწერება ხულუტის აგება. ამას გარდა ხელნაწერში ასახული ვითარება 1747 წელს განეკუთვნება. ამ დროს აღმოსავლეთ საქართველოში, ანუ ქართლისა და კახეთის სამეფოებში ერთდროულად რამოდენიმე მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობდა. სანამ უშუალოდ მათზე მოგიყვებოდეთ, აუცილებლად უნდა შეგახსენოთ, რომ ქართლში მეფე დიჯდა თეიმურაზ მეორე, ხოლო კახეთში მისი შვილი ერეკლე მეორე. ისინი 130 წლიანი პაუზის შემდეგ პირველად ქრისტიანული წესით გამეფებულ ბაგრატიონ მმართველებს წარმოადგენდნენ. თავის მხრივ კახეთის ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენელ თეიმურაზ, რომელსაც ქართლის ტახტი ეკავა, განუდგა ქართლის ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენელი და მეფობის პრეტენდენტი აბდულა ბეგი, იგივე არჩილი, ძე იესე ბაგრატიონისა. არჩილ ზურგს უმაგრებდნენ დაქირავებული დაღესტნელები, ესე იგი ლეკები, რომლებიც შემოპატიჟების გარეშეც წვრილ-წვრილ რაზმებად შეკრულნი ესხმოდნენ თავს ქართლსაც და კახეთსაც. გარდა აბდულა ბეგის, ესე იგი არჩილ ბაგრატიონისა და მისი დაღესტნელი მეომრებისა, აღმოსავლეთ საქართველოს ასევე საფრთხე ელოდა ირანის იმპერიის მმართველის ნადირ შაჰისგან, რომელსაც თეიმურაზმა და ერეკლემ ერთხელ და სამუდამოდ უარი უთხრეს ხარკის გადახდაზე. ზემოთ ხსენებული სულხანი, პაპუნა და ყაფლან ორბელიანები კი წარმოადგენდნენ თეიმურაზის მხარეზე მდგომ ფეოდალებს, რომლებიც ხულუტის ციხესა და საკუთარი სამფლობელოს გამაგრებით გამოხატავდნენ მზაობას ქვეყნის დასაცავად. ამას გარდა ჩვენ პაპუნა ორბელიანის ამ ჩანაწერიდან ვიგებთ იმასაც, რომ 1757 წლისათვის ხულუტის ციხე კვლავ ორბელიანთა უმთავრეს რეზიდენციას წარმოადგენს და ასევე აქტიურადაა ჩართული ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. დიდი ქართველი მეცნიერის, ღვთისკაცად წოდებული ექვთიმე თაყაიშვილის თაოსნობით, გასულ მე-20 საუკუნეში მომზადდა ნაშრომი სახელწოდებით „საქართველოს სიძველენი“. მასში შესულია სხვადასხვა პერიოდის ისტორიული დოკუმენტები, რომელთაგან ერთ-ერთი გახლავთ არზა ყაფლანიშვილებისა ერეკლე მეორისადმი. ამ უკანასკნელში ვკითხულობთ შემდეგს. ყაფლანი თავის ცოლშვილით, დედითა და ორის ძმით თავის ქვეყანას მიეშველა. ასე დროს მოვიდა დმანისსა, რომ ბარგი აკიდებული ჰქონდათ, იფანტებოდნენ. რომ ნახეს ყაფლანის ცოლშვილით მოვიდაო, მაშინვე სიხარული შეუდგათ. 80 ლეკი იყო დმანისის ხევშია, დააოხრებდნენ. 26 ტყვე ჰყავდათ ნაშოვნი და ერთი ჩაჩიკაშვილი იასონ. გაგზავნა კაცი და ის ლეკები შემოირიგა. რაც ჰქონდა, ამ ლეკებს მისცა და იმათაც ის ჩაჩიკაშვილი იასონ უფასოდ მისცეს. ის 26 ტყვე ხულუტის ციხეში დააყენა და ლეკები და თავის კაცები მიუყენა. თავის კაცები დაარიგა. ეცადენით ეგ ტყვეები გააპაროთ.
ჩვენმა კაცებმა ის 26 ტყვე გააპარეს. ყაფლანმა ქვეყანა გაამაგრა. ერეკლეს სამეფო კარზე ყაფლანიშვილთა მიერ წარდგენილ საჩივრის წიგნში აღწერილი ამბავიც პაპუნა ორბელიანის ჩანაწერის მსგავსად 1747 წელს განეკუთვნება. მასში კარგად ჩანს იმ დროისათვის ქართლის სამეფოში არსებული არასტაბილური მდგომარეობა, რომლის პირდაპირი გამოხატულებაა მოთარეშე ლეკები და მათ მიერ დატყვევებული ქართველები. ყაფლანი და მისი ძმები სწორედ ის ორბელიანები არიან, რომლებიც პაპუნას ცნობაშიც ხულუტის ციხეში იყვნენ გამაგრებულნი. როგორც წყაროდან ირკვევა, ყაფლანი ლეკებთან მოლაპარაკებაზე მიდის, რაც სავარაუდოდ ფულადი სარგებლის მიცემით დასრულდებოდა. მათგან ჯერ დაიხსნის აზნაურ იასონ ჩაჩიკაშვილს, ხოლო დაღესტნელებსა და მათ მიერ დატყვევებულ 26 ქართველს ხულუტის ციხეში მოათავსებს, საიდანაც საბოლოოდ მათ გააპარებს კიდეც. თუ რა ბედი ეწიათ ლეკებს, დოკუმენტში აღარ ჩანს. მაგრამ ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, ისინი ან ორბელიანთა מחვილის მსხვერპლი გახდებოდნენ, ან ავლადიდების სანაცვლოდ ქართლის ფეოდალთა სასარგებლოდ იმოქმედებდნენ. ეს ისტორიული დოკუმენტიცა და პაპუნა ორბელიანის ცნობაც ორივე მნიშვნელოვანია იმით, რომ კიდევ და კიდევ გვიჩვენებს ხულუტის ციხის მნიშვნელობას, მის შეუვალობასა და სიმტკიცეს, რომელიც არის დასაყრდენი აქაურობის ბატონ პატრონ ორბელიანებისათვის, რათა თავისი წვლილი შეიტანონ ქართლის სამეფოში არსებული სიტუაციის დალაგებაში. სერიის პროლოგში მე თქვენ წაგიკითხეთ ქართველი მეცნიერის თამაზ კიკნაძის მიერ 1960 წელს შესრულებული ჩანაწერი, რომელიც მან ხულუტის ციხის პირადად მონახულების შემდგომ დაწერა. ქართველი მეცნიერის წარმოსახვებში, რომელიც აღძრულია ხულუტის მტკიცე კედლების ყურებისას, ნახსენებია საქართველოს ტურფა ასული ვინმე მანანა ორბელიანი. მანანა რეალურად გახდათ მე-19 საუკუნის საქართველოში მოღვაწე მირმაზონ ქსნის ერისთავის ასული და მეუღლე დავით იოანეს ძე ორბელიანისა. გარდა მისი სილამაზისა, იგი ასევე ცნობილია როგორც 1832 წლის შეთქმულების მონაწილე. ის იყო წევრი იმფარული ორგანიზაციისა, რომელშიც მთელი რიგი ქართველი თავადაზნაურობა შედიოდა და რომლის მიზანიც იყო საქართველოს რუსეთის იმპერიის მარწუხებიდან დახსნა. სწორედ მანანა ორბელიანის სახლში უნდა გამართულიყო წვეულება, სადაც აჯანყებულები დახოცავდნენ საქართველოში მოღვაწე რუსეთის იმპერიის სამოქალაქო და სამხედრო უწყებათა მოხელეებს. მაგრამ შეთქმულებამ კრახი განიცადა, რამე თუ გაცემულ იქნა ასევე მისი მონაწილისა და ქართველი თავადის იესე ფალავანდიშვილის მიერ. ხულუტის ციხის მეპატრონე ორბელიანთა ოჯახის შთამომავალთა რძალს მანანას აჯანყების მცდელობის და გამო რუსეთის იმპერიის გადაწყვეტილებით მკაცრი მეთვალყურეობა დაენიშნა. მანანა იგივე მარიამ ორბელიანმა მაინც შეძლო მონაწილეობა მიიღო ისეთ ქართულ საქმეში, როგორიც იყო ლიტერატურული ჟურნალის ცისკრის დაარსება, რის მთავარი მიზანიც ქართველი ხალხისთვის ეროვნული თვითშეგნების გამოგვიძება იყო. ასევე მისი მეუხებით მოხდა ქართული პროფესიული თეატრის ჩამოყალიბებაც. მე-17 საუკუნეში მდინარე ხრამის ნაპირთან აღმოცენებულ ტრისგან შეუვალდა ორბელიანთა რეზიდენციად მყოფ ხულუტის ციხეს 2021 წელს RMG ჯგუფის ფინანსური მხარდაჭერით ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. 2023 წელს კი პროექტი, რომელიც ძეგლის აღდგენასა და კონსერვაციას ითვალისწინებდა, წარმატებით დასრულდა. ამ ყველაფერმა ხულუტის ციხის კედლებს კიდევ რამოდენიმე საუკუნით გაუხანძლივა სიცოცხლე, რაც ნიშნავს იმას, რომ მომავალში არაერთი თაობის წარმომადგენელნი შეძლებენ მოინახულონ და დატკბენ იმ წარსული დიდებით, რაც ჩვენ წინაპართა მიერ გამოქანდაკებულ ციხის კედლებშია ჩატანებული. ასე ამგვარად დღევანდელი სერია ხულუტის ციხეზე დასრულდა. გემშვიდობებით ახალ მომდევნო ისტორიულ სიუჟეტამდე, რომელიც იქნება არაერთი, როგორც მესხეთზე, ასევე ქართლზე. გამოიწერეთ არხი და დალაიქეთ ვიდეო. კარგად.